გისმენთ იკა. აბა ვის გიყვართ ბროკოლი? ბროკოლი? მე არ მეყვარ. ბროკოლი? მიყვარს სუფი. უმი? არ მიჭამია არასდროს, მაგრამ ჩახრაჭუნება, ჩაკრაჭუნება. აი არ მიჭამია. არ გიჭამია. არა, არა და სუფი სულტყუილა. სულტყუილა. უმსიძახე? რეზო, შენ უნდა შეგაყვარო. შენ როგორ შეიძლება? აი ბროკოლი არ მეყვარს. შენი თეთრი ჩახჩახაკბილების პატრონს როგორ? შეგაყვარებ ამიერიდან. კბილები რა შვაში? კბილები არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირში ბროკოლთან დაკავშირებით, რადგანაც მკვლევარები მივიდნენ ძალიან საინტერესო დასკვნებთან, რომელიც უკავშირდება კბილის ჯანმრთელობას ბროკოლის გამოყენებით და მეცაც გეტყვი, ბროკოლის მოხმარება, როგორც ბროკოლის მიღება უტოლდება კბილის სავლების გამოყენებას. წარმოიდგინე. წარმოდგენილი მაქვს და მეცაც გეტყვი, რომ მე უბრალოდ ვაქუც მაცებ კბილებით ბროკოლს და შემდეგ ანუ ხმარო ბრეზო? არ მივირთმევ. მოიცა შენ ეს იცოდი ამ კვლევის შედეგები? გემო აღარ მოგწონს? მაგრამ გემოს ხო ვერ ვინელებ გამოგიტყდები რა. მივხვდი, იმიტომ რომ კომბოსტოს ჯგუფია და ნუ ყველას არ შეუძლია მისი მარტივად მონელება. მოკლედ ახლა ახალი კვლევების შედეგებს გაგიზიარებთ და თქვენ მე იქნებ შეიცვალოთ ბროკოლთან დაკავშირებული ხედვები და წარმოდგენები. ესე იგი, როგორც ირკვევა, ბროკოლის ჭამით ადამიანები იღებენ კონკრეტულ ნივთიერებას, რომელსაც ქვია ინდოლ 3 კარბინოლი. ასეთ ნივთიერებას შეიცავს ეს ჩვენი ბროკოლი და ესე იგი, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნივთიერებას შეუძლია 90%-ით მოკლას კონკრეტული ბაქტერია, რომელსაც ქვია სტრეპტოკოკი მუტანსი. კი ბატონო. ესე იგი, ამ ბაქტერიას ძალიან უყვარს თუმე კბილის საფარზე მოთავსება და განსაკუთრებულად უყვარს ბზარები და ნაპრალები. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს აკეთებს ერთგვარ გარს ჩვენ კბილის ზედაპირზე და მინანქარსაც აზიანებს, ჩემო ბატონო, და კარიესაც აჩენს. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ბროკოლის მირთმევას, რადგან ეს ადამიანები, მეცნიერები, ვინც ამ ყველაფერს სწავლობდნენ, ნელ-ნელა ფიქრობენ იმაზეც, რომ აი ამ კონკრეტული ნივთიერების შემადგენლობით, ანუ ამ კონკრეტული ბროკოლის დახმარებით, სავლებით შექმნან და კბილის პასტის ერთგვარ რეცეპტთანაც მივიდნენ, რომელშიც შევა ბროკოლის ეს ძვირფასი თვისება და თან არ ვიცი რამდენად გააგებრიელებს კბილის პასტას. საღეჭ რეზინზე რა სიტყვით? ბროკოლის საღეჭი რეზინი. აი რა სიტყვით? არ ვიცი რა მოგახსენოთ. ვიდრე შექმნიდან აი ამ კბილის სავლებებს თუ კბილის პასტას საღეჭ რეზინს ბროკოლის არომატებით, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ბროკოლი ჩავღეჭოთ და ამით როგორც რეზო ღეჭავს. თურმე. მე არა, წინაპრები იყენებდნენ ბროკოლს. ღეჭაბო. მე კი. თქვენი წინაპრები კონკრეტულად? წინაპრები ზოგადად კბილის პასტას კაცობრიობის კი ბატონო. ბროკოლს. სათხაც იმერეთის სოფელში ან აჭარაში ან სამეგრელოში აგერ უცებ ბროკოლი ერთი რამდენიმე საუკუნის წინ ჩვენთან ეხლა გაჩნდა ბროკოლი და ეხლა გახდა ხელმისაწვდომი და აგერ მაქვს და ხომ არ ჩაგაკრატუნებინოთ აბა რა იცი ლევან შენ არ იცი უმი გიყვარს თუ არა მე არ მიყვარს ესე იგი ეს ბროკოლი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი ტიპის სავლებშიც ასეთ კბილის პასტის შეფუთვაში და მე მირჩევნია ბუნებრივი ინგრედიენტების სავლებით კბილის პასტა საღეჭი რეზინიც. მაგრამ ბროკოლს არ მირჩევნია არც ერთი. ჩამოვივლი ახლა მე თქვენსკენ. ბატონო ლევან გარეცხილია, გახვანჩალებულია და თქვენ ახლა კბილის ზედაპირზე მოკლავს ყველა ბაქტერიას, რომელსაც ქვია სტრეპტოკოკუს მუტანსი. ამას წავიღებს. რა მხელა მიგა? სამსახურშიც გამოვიყენე. შეგიძლია ერთი ჯიბეში ჩაიდებ, ნახე. მაგდეს თუ წაიღებ რა ერთი კბილები არ გამოიყენებს. აიღო და ბატონო. მადლობა. მიყვარს. აი რაც უფრო უხეში კიდევ უფრო მიყვარს. მე და ღეროში შედის თუ აი ამ ხუჭუჭა ნაწილში. როგორც ჩანს ღერო უფრო კაი სეჭმელია. ეს ხუჭუჭა ცოტა ისეთია. ცოტა მშრალია და არ იხოჭება, ეს წყლიანი არ არის. ძალიან გემრიელი ყოფილა შენი. მოგეთ ეფექტი სრულყოფილებისთვის სასურველია დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს პირის ღრუში და დიდი ხნის განმავლობაში მოხდეს მისი დაქუცმაცება. შეგვიძლია დავასრულოთ კვება ბროკოლით, არა? სამსახურში წავიღებ ამას. აგერმა კიდე ჯამით გაგატან ლევან. არა. ამ შემოწესაც მუშაობ? მართლა? მოკეთ რეზომ უარი გითხრა ბროკოლზე, მაგრამ ვისაც გსურთ რომ გქონდეთ ჯანსაღი კბილები და მოწესრიგებული პირის ღრუ, მაშინ ბროკოლი არის შესანიშნავი გამოსავალი.